თუ სახში ხილი გაქვთ და არ იცით რა მოამზადოთ, ეს პიროგი აუცილებლად უნდა ნახოთ. სახლში საოცარი არომატი ტრიალებს. შეინახეთ ვიდეო, რომ არ დაგიკარგოთ და დავიწყოთ. ძალიან მარტივი პროცესია. დაგჭირდება 6 ცალი კვერცხი, რომელიც უნდა განვაცალკეოთ ცილებისგან. კვერცხის გულებს დავუმატოთ 300-350 გრამი შაქარი სურვილის მიხედვით. დავუმატოთ 250 გრამი მაწონი ან არაჟანი. დავამატოთ კიდევ 1 ჩაის კოვზი სოდა. კარგად გადავურიოთ და შემდეგ დავუმატოთ 200 მილილიტრი ზეთი. ისევ კარგად გადავურებთ და სულ ბოლოს დავამატოთ 450 გრამი ფქვილი. ისევ კარგად გადავურებთ. შემდეგ უკვე გადავიდეთ კვერცხის ცილების გათქვეფაზე, რომელსაც დავამატებთ მწიკ მარილს და კარგად გათეთრებამდე ავთქვიფავთ. უნდა მივიღოთ მყარი მასა. შემდეგ კი დავამატოთ ცომი. გადავიდან ყველა ცომს ერთად და ნელ-ნელა ნაზად გადავურებთ ცომს. შეგვიძლია ცომშივე დავამატოთ ცოტა ხილიც. ამ შემთხვევაში მე დავამატებ მარწყვს და კიდევ რომელიც ძალიან ხდება არის ვაშლი. რაღაცნაირად თავისებურად განსაკუთრებულ გემოს აძლევს. ამიტომ გამოვიყენებ ამასაც. შემდეგ უკვე გადავიდან საწყობ ფორმაში, რომელიც არის 30-30-ზე. საწყობი ქაღალდის დაფენვაც არ დაგვავიწყდეს. გავაფორმოთ სასურველი ხილით, ნებისმიერი ხილი გამოგადგებათ და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180-200 გრადუსზე დაახლოებით 1 საათი მაინც სჭირდება. და საბოლოოდ გამოვა ძალიან ფუმფულა და ძალიან გემრიელი პიროგი. მოკლედ სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, არ დაგავიწყდეთ სხვისთვის გაზიარება და დამიტოვეთ კომენტარიც. წავედი.